გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია ჩემმა გამოსვლამ და ჩემმა გადაცემამ, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცა და მე მინდა ამასთან დაკავშირებით გარკვეული განმარტებები გავაკეთო. ეხლა ხარს არ დავასახელებ იმ ადამიანებისა, ვინც ისეთი უღირსი განცხადებები იკადრეს, რომლებიც არ ვიცი ამორალურობასთან ერთად შეიცავს საკმაოდ მძიმე ფონს. ესე იგი მე მოვისმინე ესეთი განცხადებები, თითქოს არ უნდა ჩააფურთხო იქ იმ ჭაში, სადაც წყალს ვამ და ეს იყო ჩემსკენ მომართული. და მე პრინციპში ამ თვითონ თეორიას, ამ გამონათქვამს მე ვეთანხმები, მაგრამ ეს ნამდვილად ჩემზე არ ვრცელდება, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი გეხმარება მთელი წლების მანძილზე და შენ ამ ადამიანის წინააღმდეგ დაიწყებ ბრძოლა, სწორედ ეს იმ ჭაში ჩაფურთხებაა, რომელსაც მე ვამბობ. მეორე, ის საუბარი, რომ თითქოს მე ვინმე მეხმარებოდა და ამის გამო მე დაუნახავი ვარ, ეს ყველაფერი თვითონ თეორემა, რომ დაუნახავი არ უნდა იყოს სწორია, მაგრამ ეს ყველაფერი ვრცელდება არა ჩემზე, არამედ ორივე შემთხვევაში წინაც და ეხლაც ესეც ვრცელდება მამუკა ფიფიაზე, იმიტომ რომ ეს ადამიანი აი პირდაპირ უნდა ვთქვა, არ მინდოდა ეხა ვიღაცებმა გაავრცელეს ინფორმაცია სხვადასხვა მედია საშუალებებში, რომ ვთქვი, რომ ეხმარებოდაო ფინანსურად და ვიღაცამ შეიძლება წარმოიდგინოს, რომ ნიკოლოზ ჟავანაძეს ეხმარებოდა რაღაცა დიდი კოლოსალური თანხით. მაგალითად, როგორც ითქვა, რომ სოლიდური თანხითო ოჯახს შეეწია გულბაათ ცხილაძისო და მე გავიგე მე ეს რა თანხა ყოფილა მეგობრებო რაღაც 5,000 ლარი, მაგრამ ამისთვისაც რა თქმა უნდა ნაჩუქარ იმას რა ქვია სარაფერი არ გაესინჯება, კბილი არ გაესინჯება, მაგრამ ამ შემთხვევაში მე რახან ამ ადამიანმა ამ კრიმინალმა ფიფიამ მომიქცია თავის აი რეალურად მართლა ის ხალხი, ვინც მის კმაყოფაზე არის, უნდა გითხრათ, რომ სულ რაღაც ალბათ რო დავითვალოთ, ეხლა მე არ ვიცი ქვითრები არ შემინახია ზოგიერთებივით, მაგრამ შეიძლება აი 2-3,000 დოლარი მთლიანობაში ამ კაცს ჩემთვის კონდეს ჩარიცხული თავისი ნებით, ისიც რომ მე არ მithოვია მისთვის და რა ვიცი მას თუ ქვითრები აქვს შენახული წარმოადგინოს, მაგრამ ეს კაცი რახან იძახის რომ ფულებს იმაშვებიანო რა ქვია, მე ვიღაცებს დავეხმარო, მე გუწმელად ვთქვი ეს რომ აი ეს თანხა იმიტომ მირიცხავდა ეს ადამიანი, რომ ქართული მან არ იცის და ქართულ ენაზე მისი გამოსვლები საჭიროებდა დიდ შრომას, იმიტომ რომ ერთ წინადადებაში 10 ცდომას უშვებდა. ამიტომ ვიღაცამ რომ რაღაცა დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ ნიკოლოზ ჟავანაძე მამუკა ფიფია ეხმარებოდა და ეს უნდა ახსოვდეს, მე კი არ უნდა მახსოვდეს ეს უნდა ახსოვდეს მას, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მე ჩვენ შორის ეს რაღაცა პატარა ურთიერთობა შეწყდა, რაღაცა ის რაც შეეხება მის მიერ ფინანსურად ჩემს დახმარებას, უბრალოდ ჩემს კი არ თავის დახმარებას და იმის მერე მე მასთან რაიმე სახის რაღაცა ფინანსური ოპერაცია და ფინანსური კავშირი არ მქონია. და აქედან გამომდინარე, ევაზე წერტილი უნდა დაესვას ამ ყველაფერს, კაც რომელსაც მთელი რაღაცა ჩემთან არსებობის მანძილზე დასაწყისშივე რაღაცა მცირე რაღაცა ეს 2-3,000 დოლარი აქვს ჩარიცხული და ამის გამო მე ვიღაცები მაყვედრიან იმას, რომ თუ თურმე რახან მეხმარებოდა ეს უნდა ახსოვდეს და მთელი ცხოვრება თურმე მე უნდა ვითმინო მისი თავდასხმები, ეს არასწორია მეგობრებო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მას არნახული დახმარება გაუწია, გამოვიყვანე ასპარეზზე, როცა ის იყო მთლიანად გარიყული მედია სივრციდან
სატელევიზიო სივრცეში ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელიც უთმობდი ეთერს მაშინ. ალტინფო მას არ აშუქებდა, მე ვაშუქებდი, სხვა სამთავრობო თუ ნაცების არხები მას არ აშუქებდნენ. ამიტომ ის რომ ადამიანის სიკეთეს რო აკეთებს, გიკეთებს უნდა გახსოვდეს, ვეთანხმები და ფიფიას ეს არ ახსოვდა. მამუკა ფიფია რომელმაც ჩვენ აი დღეს ვიღაცები საუბრობენ რომ აი ნიკოლო იმდენი გააკეთა, რა გააკეთა ერთი გეკითხებით რუსული ქართული ურთიერთობისთვის ამ კაცმა. რუსულ-ქართული ურთიერთობები ამ კაცმა მოსპო და გაანადგურა. ფრენები და სავიზო მიმოსვლა თუ მიეწერება მას, ეს თავდაწყიშივე ვთქვით რომ ეს არასწორია, იმიტომ რომ ამ სავიზო, ამ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლაში ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი. და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების თანამშრომლობის შედეგად და ეს კაცი იწერს ამას თავის თავზე, მაგრამ რა თქმა უნდა, მანაც შეიტანა წვლილი, ამას აღვნიშნავდი და მეც შევიტანე ამ ყველაფერში წვლილი. მე ყველაზე უფრო რამ გამაოცა, იცი, ეკლესია და ღმერთი რუღაწერია იმ ადამიანებს, ხო? ეს ადამიანები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ესე იგი, აი რაღაცა მორალურ სტანდარტებზე და გუშინ გავრცელებული აი ამ ჩემი ჩანაწერიდან ვერ ხედავენ იმას, რა კრიმინალური სახე აქვს ამ პიროვნებას. შედალოცვილო შენა კაცი ამბობს, რომ ბაგაჟნიში პრიდი მანქანაში ადამიანებს და მიმყავდაო სასაფლაოზეო. იგინება, ილანძღება უშვერი სიტყვებით და ეს იყო მცირე ფრაგმენტი უარეს საკეთებს კიდე იმაში. ამაზე რატო ერთ განცხადებას არ აკეთებ, თუ შენ მიმოიხილავ იმას, რაც მოხდა, რატო ერთს არ ამბობ? მაგრამ იმიტომ არ ამბობ, რომ კაცი რო ხარ ხელის ბიჭი, რომ მართლა რო ეტყობა კმაყოფაზე ხარ და ეს დაფინანსება რომ ესე იგი ალბათ შეგიწყდეს და ამიტომ ყველაფერზე წამსვლელი ხარ სინდისზე ნამუსე რო აიღო, ამიტომაც არის ყველაფერი, თორე გუშინ ამ კაც ჩამოეხსნა ნიღაბი და ეს ქვეყანა არის სავსე აგენტებით, ეს ქვეყანა არის სავსე გამყიდველებით და ეს გულბა აცხილაძე მათ დაადასტურა უახლოესმა ადამიანებმა, ვისი იმედის ჰქონდაო მიღალატესო და ეს მამუკა ფიფია სწორედ ის პიროვნება მეგობრებო, რომელმაც ერთი სიტყვა შეაწია მამ გულბა აცხილაძეს, იძახის რომ მეო ჩემზე საათი სწორდებაო, ვითომ რაღაცა დიდად ამეს წარმოადგენდეს, მაგრამ თუ რამეს წარმოადგენს, მე კი ვიცი რომ არაფერს არ წარმოადგენს, მაშინ რაღაცა ხონი უნდა ეხმარა ამ კაცის დასაცავად ერთი განცხადება გაეკეთებინა რომ უდანაშაულოა. მე ეს კაცი ვერ გავიგე მე რომელმაც 15 წელი შევწირე რუსულ-ქართულ ურთიერთობებს და ამის დამადასტურებელია ჩემი გადაცემები ობიექტივზე, ალტინფოზე, ტელეკომპანია სეზონში, ასევე ჩემი როგორც უფლებადამცველის ისა. მე როგორ მადარებთ ერთი მამუკა ფიფიას, ერთი გეკითხებით, რახან ის მოსკოვშია და სურათებს იღებს, ასეთი სურათები პოლიტიკოსებთან უამრავი მაქვს. და იმისი საუბარი რომ მე თურმე რამით ნაკლები გამიკეთებია, ეს ხალხი ხედავს ამ ყველაფერს. ეს კაცი არის კრიმინალი, ეს კაცი არის ბანდიტი და მისი ბანდიტობა და კრიმინალობა გამოაჩინა მან ამ კაცმა თავის აი ამ ჩანაწერში. ეხლა ვიღაცები მორალს რომ მიკითხავთ, მე რომ არ უნდა გამოქვეყნებინა, მე გეკითხები თქვენ, მე რომ ეს არ გამოქვეყნებინა, ვინმე დაიჯერებდა რომ მე რომ მეთქვა რომ მამუკა ფიფია კრიმინალია და ბანდიტია მეთქი? ხომ არ დაიჯერებდით. მე მინდა ბევრ რამეს ფარდაუხადო აი ამ გამოსვლაში და გითხრათ ერთი რამ. ამ კაცმა ეს პირველი მუქარა ჩემზე არ განახორციელა. ეს არის უკვე მერამდენე. ამიტომ იმ ჭირმა ჭირი, რომელიც შეიძლება ერთხელ დამალო ორჯერ საბოლოოდ მაინც იჩენს თავს. ეს კაცი არის ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც აი კრიტიკა, რომელსაც შენიშვნა აღიზიანებს. ერთხელ ვიყავი მოსკოვში მასთან და შეხვედრა მქონდა და უთხარი რომ თქვენ პარტიას რეიტინგი არ აქვს, არ შენ გაქვს პარტია, არ შენ გაქვს რეიტინგი მეთქი და პირდაპირ ასე მიპასუხა. ამ სიტყვების გამო შენო, ამ სიტყვების გამო ხალხს აზაკაზებენო და ეხლაო სასაფლაოზე მიყავთ. აი ამას ხშირად იძახებს. ეს კაცი არის კრიმინალი. მე ვთქვი რა გითხარი ასეთი მეთქი? არაო ჩვენი ისაო საქმეო მაღლა იციანო ვინც ვართო, რაც ვართო და შენო ამითო შეურაცხყოფა მომაყენო. რა შეურაცხყოფა მოგაყენე მეთქი? ეს ხდებოდა მის რესტორანში.
მე ვთქვი რა შეყურაწყობა მოგაყენე რეიტინგი არა გაქვს არავინ არ გიცნობს ამ სიტყვების გამო გაზაკაზემ და დამემუქრა ამ სიტყვების გაზაკაზემ და ეხლა უბრალოდ რაღაც ნაცნობა რო არ მქონდესო ამ სიტყვების გამო ტყეში წაგიყვანენო და იქო გაგისწორდებოდნენო მე იმდენად ესე იგი აი მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი მოსკოვში ეს ჯერ სასწავლებლად არ ვიყავი კონფერენციაზე ვიყავი ისე განვიცადე ეს ყველაფერი და ისე ვინერვიული ეხლა ჩვენ შორის რაც ფიზიკური შეხლა შემოხლა ყოფილა მე პირდაპირ დაურეკე მაშინ გულბაცხილაძესაც, მამუკა კარტოზიასაც, ყველაფერი იციან ამათმა. და მამუკა კარტოზია დამერწმუნება მას ახსოვს ეს ყველაფერი ეს საუბარი და მე რო არ ვიტყუები და მე აი კიდევ მე ამ ქვეყანაზე რაც უძვირფასესი გამაჩნია, აი მართლა იმას ვფიცავარ, ეს ნამდვილად ესეთი რამე მოხდა. შემდგომ იყო ამისი არაერთი კიდე ასეთი თავდასხმები ჩემზე და როდესაც ჩამოვედი მოსკოვში კიდე ერთხელ გავიმეორებ კაცმა გამოაცხადა ნიკოლოზ ჟავანაძესთან ურთიერთობა არ მაქვსო და მე ხაი ამ ციციკორე ადამიანებს რომლებსაც სახელგვარებსაც არ ვასახელებ ერთხელ ასე რას იღებთ რა თანხას იღებთ ამისთანაც ბოდიში ამ კაცს რო აი ესე ბოდიში უწმინდავთ იმას რა მე ამ კაცზე თუ ადრე ვიძახდი კარგად იმის გამო კი არ ვიძახდი რომ ეს კაცი ბოდიში მე თანხას მირიცხავდა იმიტომ ვიძახდი ამას რომ მე მქონდა იმედი რომ ეს კაცი გააკეთებდა საქმეს და ეს კაცი თავისი ინტერვიუების მონტაჟისთვის იხდიდა ამ თანხებს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თორე მე მაშინაც ვაკრიტიკებდი მას პირადში უთხარი კიდევაც რეიტინგი არ გაქვს მეთქი უამრავი ჩვენ შეხლა შემოხლა ქონია საუბრებში და ეს ყველა მიცის ახლონკლება ადამიანებმა. მე ვნახე გავრცელებული ინფორმაციები თითქოს მე სოლიდარობა მშვიდობისად პარტიისათვის მომიყენებია ზიანი დამიშლია პარტია ვიღაცა 1-2 ახალაიასის გამოვიდა რა ქვია ხელის ბიჭი თურმე მე დამიშლია პარტია ყველასთან ამ კაც კონფლიქტი აქვს ყველასთან ქონდა დაპირისპირება ყველა პარტიის წევრთან თითქმის 1-2-ის გამოკლებით მეგობრებო ეს კაცი ავანტყოფი არის შეხედეთ მის ფიზიონომიას თვალებს შეხედეთ მე ფსიქიატრიაში კარგად ვერკვები პროფესიიდან გამომდინარე დასაც ის არ არის დაფარული რაც არა გაცხადესო შეხედეთ ეს კაცი არ არის ჯანმრთელი მის აი რატო ესეთი ამდენი აგენტი თუ იყო ის არ ვიცოდი ბევრმა კი კარგად შეაფასა უამრავი მე მადლობელი ვარ უამრავი შეტყობინება მივიღე იმისგან რომ ხარდანჭერა და ისე რომ აი რამე ხო არ გიჭირს დაგიდგებით მაგრამ ჯო კაცი მირეკავს ტელეფონზე მაგინებს ლაძღავს მემუქრება და მე ხალხი გამოდის და ვიღაცები ამბობენ რომ მამუკა ფიფია არის დიდი პოლიტიკოსი და მამუკა ფიფიას ისაო რა ქვია ისო რა ქვია სწორად იყო რაში იყო სწორად კაცი რო გემუქრება რაში რო კაცი რო იმას გიხსენებს რომ სასაფლაოზე აყავდა ადამიანები და მე მეუნება რომ შევხვდეთო ჯერ ეგრეთის მე მაგასთან შეხვედრის სულ არ მეშინია სიმართლე რო გითხრა მაგრამ იმ შეხვედრასაც რისთვის მეპატრიჟება შესახვედრა ჩაის დასალევად თუ ოპერაზე და თეატრზე სალაპარაკოთ მე გამკვირვებია იმ ხალხის აი ერთმა დაწერა ერთმა უღირსმა და კომენტარები დაწერეს ზოგიერთება აი თქვენ უნამუსოებო თქვენა გულბაცხილაძე დღე-დღე კონფერენციებზე გეპატიჟებოდათ ერთი სიტყვა არ მოგიღიათ მის შესახებ მე გულბაცხილაძეს ყველა ჩემს გამოსვლაში ვახსენებ და ვახსენებ კიდევაც ვახსენებ და მომავალშიც ვახსენებ იმიტომ რომ ეს კაცი აკეთებდა ქართულ ურთიერთობებს ბევრ ამეს და აქედან გამომდინარე ყველას ვალია ეს და აი ამ ვაჟბატონისგან განსხვავებით რომელიც იძახის რომ ამის მთელ ხელისუფლებას იცნობს რუსეთისა მე ჩემი მანდატი გამოვიყენე და რუსეთის ხელისუფლების პოზიცია დავაფიქსირე მე არ ვიცი თეთრზე არ შეიძლება ადამიანმა თეთრზე თქვა შავიაო შავზევა თეთრიო ამის მერე რაც მე განცხადება გავაკეთე კიდე თუ ვინმეს კითხვის ნიშნები უჩნდება ეს ადამიანი ან მოღალატე ან შემოგზავნილია ან რა ვიცი მე ვიღაცებმა დაწერეს გულბათი რო ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა რა შუაშია გულბათი რო ყოფილიყო არ მოხდებოდა გულბათი რომ იყო მაშინაც იყო თავდასხმები და გულბათი საქმის ყურში იყო ამ ყველაფრის შესახებ და მე კიდე ერთი რამე არის ჩემო მეგობრებო რა აი ეს კაცი არის დიდი ჩემის ალბათობით ხელისუფლებასთან დაახლოებული გარკვეული ჯგუფების და სპეცსამსახურების გარკვეული პროდუქტი, რომლის მიზანია ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე მომუშავე ადამიანების გარკვეულწილად ჩამოცილება ამ ყველაფრისგან. აი გადახედეთ ყველამ გაჩერდა, ზოგი დაიჭირეს,
ზოგმა შეაჩერა საქმიანობა, სანამ ეს კაცი გამოჩნდებოდა, იყო ტელევიზია, იყო ესე იგი, იყო რა ქვია პარტია, იყო რაღაცა აქტივობები, ყველაფერი ამ კაცმა გააჩერა თავისი ამ დაპირისპირებებით. მე კარგად იცით, რომ ერთი პერიოდი ვიყავი ალტინფოში. იმიტომ ვიყავი ამ ალტინფოში, რომ ესე იგი ეს ამ პარტიას ჰქონდა აღებული გეზი რუსულ-ქართულ ურთიერთობების გაჯანსაღებისაკენ და გამტკიცებისაკენ და ჩამოყალიბების დასასადამუძებნო ყრილობასაც ვესწრებოდი. მე სიმართლე რო გითხრათ, ბევრ რამეში ამ პარტიას გვერდში ვედექი, მაგრამ შემდგომში ამ ადამიანებისგან რაღაც დაუმსახურებელი მივიღე მე ლანძღვა გინება, მაგრამ მე ის ადამიანი არა ვარ, რომელმაც რამე ვინმეს გაკეთებული თუ აქვს, ესე იგი ის დავივიწყო და ცოტა გამაღიზიანებელია და რაღაც აი პატარა ბავშვობას ემსგავსება ვიღაცების წამოძახილები ხიზილალა გათავდა და ეს ხიზილალა ჯერ ეგერთიც ეს ხიზილალის ამბავი რო ავიღოთ ეს ისეთი დიშოვი კაცი იყო ეს ფიფია ერთხელ დამპატიჟა რესტორანში მეგობრებო და ესე იგი გადაიღო ეს ყველაფერი ხო და მე ვლაპარაკობდი და მე არც ვიცოდი ეს ყველაფერი თუ ხო და გადაიღო ეს ყველაფერი და აჩვენა ესე ჩააგდო სადღაც იქით აქით და ესე იგი მეც ვიძულებული გავხდი რომ ეს რო გადაიღო და გაავრცელა მეც ვიძულებული ვიყავი რომ მე რახან გაავრცელდა მეც მეთქვა რაღაცა ხო და ესე იგი აი ლუკმებსაც მეთვლიდა და ეხლა ესენი ლაპარაკობენ ხიზილალა გათავდა რა იყო თქვენ და როცულებო ხიზილალა არ გიჭამიათ რა იყო ხიზილალა ოქრო ხო არ არის და აი ეს ხიზილალის ამბავი რატო გავიხსენე ეს ალტინფოს რამდენიმე წევრი ესე იკბინება და ალტინფოზე მინდა ვთქვა და აი რო ვამბობდი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ვინც იყო ყველა ჩამოიცილა ამ კაცმა მეთქი დღეს მოვისმინე ზოგიერთი ადამიანის პოზიცია და ისინი ვიღაცებს დებენ ბრას რომ მე არ ვიცი არავის საქმეში არ ვერები რომ აიო ჩვენო ალტინფო და ეს კონსერვატიული მოძრაობა ვიღაც პირებმა ჩამოგვაცილესო და რუსეთშიო გზა გადაგვიდგეთესო მე პირადად მithქვია კიდევაც ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის როცა მქონდა ურთიერთობა რომ ეს ვაჟბატონი მამიკვა ფიფია აცხადებდა რომ რუსეთში გადაუკეტეს გზა ამ ხალხს და მე მეუნებოდა ესეთ რამეს მეო შემიძლიაო ნებისმიერ ადამიანს ჩაუკეტო გზაო არ შემოუშვაო რუსეთშიო იმხელა პერკეტები გამაჩნიაო ამას სხვათაშორის მეც მეუნებოდა დამემუქრა რამდენჯერმე და მე არ გამოვრიცხავ რომ აი ამ კაცის ნახელავიც იყოს ის რომ მას რეალურად ეს განეხორციელებინოს მე ფარცხალაძის არც ადვოკატი ვარ სიმართლე რო გითხრათ ამ კაცს არც ვიცნობ მაგრამ ფარცხალაძე მაშინ საერთოდ არ იყო მოსკოვში და არ ვიცი რა ძალაუფლება ქონდა, მაგრამ მე უფრო ეს გონია მამუკა ფიფიას ნახელავი. იმიტომ რომ ეს კაცი ვინაიდან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დასაქმებულ ადამიანებს ებრძვის, მე არ გამოვრიცხავ რომ კონსერვატორების და ალტინფოს მიმართ მისი მიერ იყოს შეთქმულება განხორციელებული. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორე ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს ცხადყო მე უთხარი რომ რამდენჯერმე მათ ლიდერებს რომ ასე ამბობს მეთქი როცა მე ურთიერთობა მქონდა ალტინფოს ლიდერებთან რომ ასე ამბობს ეს კაცი რომ აი ჩაკეტილები ხართ მე ეს მithქვია კიდევაც თუ გაიხსენებენ ისინი რომ ეს კაცი იძახის რომ რუსეთში ჩაკეტილები არიან ეს ვიცოდი რომ ჩაკეტილები არიან და არ უშვებენ და მე მოხდა ის რომ ამ კაცმა ამ ადამიანმა ჩაკეტა სხვებიც იქ მე ხედავ რომ ბევრი ადამიანი იბლოკება ამ მიმართულებით და მე ამ კაცთან მქონდა მუდმივი დაპირისპირება რაღაც ერთ ეტაპზე ვიყავით ჩვენ რომ მე მასთან თანამშრომლობით გადაცემებში გამომყავდა შემდგომ იყო რომ თვითონ შემომთავაზა დონბასში წასვლა იმ დაპირისპირებების შემდგომ წავედი დონბასში იმის შემდეგ ერთი წასვლა იყო და გავანებე თავი იმიტომ რომ ეს კაცი არის არანორმალური ჩავედი დონბასში და თქვა ესეთი რამე რომ დამოუკიდებლობას გისურვებდო და იქ რაღაც სამარცხვინოთ იქცეოდა და მე გამიჩნდა სურვილი მე ურთიერთობა მქონია ამაზე მე ადრეც ვითხარით მეგობრებო მე ვფიქრობ რომ ეს კაცი სპეციალურად მოვლენილი არის რომ ეს ფლანგი გაანადგუროს მე ძალიან მომწონდა კონსერვატორების ალტინფოს პოზიციები რუსეთთან დაკავშირებით და მათ მე შეანელეს რაღაც ამიმართულებით ცვლა იმიტომ რომ ნუ ეხა თუ მე არ მიშვებ რუსეთში
თუ მკეტავ, თუ არ გინდა რომ მე შენთან რაღაცა თანამშრომლობის რეჟიმი მქონდეს, მე მაშინ როგორ გავილაპარაკო ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და მე მესმის ამ ხალხისაც, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მიუხედავად იმისა, ეს დაბლოკები იქნება თუ არა. იმიტომ რომ მეც აი ახლა რატო ვთქვი რომ ვიღაცებმა ეს სხვანაირად მე გადახარშეს, რომ ვთქვი რომ არც სამსახური მაქვს, არც რაიმე ვინმა, მე იმას კი არ ვიცი, წუყიავ წუწუნებ მეგობრებო. ან ზოგმა მონათლეს ისე რომ თითქოს მე რუსეთის მიმართ პრეტენზიები მაქვს. მე პრეტენზიები მაქვს ამ კაცის მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ კაცს ლობირებს და მე მალე მექნება რუსულ ენაზე კონკრეტული განცხადება ამასთან დაკავშირებით. ესე იგი, სადაც კი მივდგი ფეხი და ეს ადამიანები მეუნებიან. მოვედი, ჩვენ გვინდოდა თქვენი ესა, მაგრამ ფიფიამ ეს გააკეთა. ფიფიამ დარეკა ზახაროვასთან, ფიფიას მეშვეობით მე ვიცი ინფორმაცია მაქვს, რომ მას უნდოდა აკრედიტაციის გაუქმება ჩემთვის და ვერ მოახერხა ამ აკრედიტაციის გაუქმება ვიღაცებს დაარეკინა იქა. მე უნდა დამეწყო ერთ-ერთ უწყებაში მუშაობა, მაგრამ მისი მეშვეობით. ანუ ეს კაცი ყველაფერს აკეთებს, რომ ვინც რუსულ-ქართულ ურთიერთობებშია ჩართული, ისე აიძულოს ეს ადამიანი, რომ ვინც აქეთკენ არის მომართული, პირიქით ანტირუსი გახდეს. მე არც ის რომ თუ სამსახურს ვერ ვიშოვი, თუ რამე პრობლემა შემექმნება, ეგ იმას არნიშნავს, რომ მე ავდგე და ეხლა მე რუსეთს გინება დაუწყო, ეგეთი რამე არ მოხდება მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანის გამსმენია, რომ ეს არის ტოქსიკური პიროვნება, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების მტრები ამ კაცს იყენებენ. არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც არ ცურთ რუსულ-ქართული ურთიერთობების ზე გარკვეულწილად რომ წინსვლა იყოს და თქვენს კარგად ხვდებით, რომელ მეზობლებზე არის საუბარი. ეს კაცი საერთოდ ამ კაცის მე ქართველობაშიც ეჭვმეპარება სიმართლე რო გითხრათ, შეხედეთ მის ფიზიონომიას, მის შეხედეთ საერთოდ მას და მე არ ვიცი, ეს გენეტიკურად ქართველი არის თუ არა ეს კაცი, მე ეს კიდე საკითხავი არის. ეჭვმეპარება რომ ეს კაცი ქართველი კაცი არ იქცევა, ისე როგორც ეს კაცი იქცევა. ჩავედი კაცო მოსკოვში და მე მესხმის თავს. აი ზოგიერთ იმ ვაზელინს და ზოგიერთ იმ ბოდიში და ერთ ადგილზეც რო ულოკავს მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ორი კაპიკი ჩაურიცოს, იმ ხალხს მინდა მივმართო. ერთხელ რატო არ დასვით კითხვა, რომ ნიკოლოზ ჟავანაძის მიმართ რო განცხადება გააკეთა, მე არ ვიცნობ მას, რომ ვინმე შეეკითხა მას, რატო გააკეთა ეს განცხადება. ეს არ იყო ბოდიში არაკაცული ქმედება. მე ეს რომ მე მდებენ ბრალს რომ აიო შენო მასო თავს ესხმოდიო ისე რომ არასახელებდი მასო. ბიჭო, მე ვლაპარაკობ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ძალიან ბევრ ადამიანებზე, რომლებზეც მე პრეტენზია გამაჩნია და რომლებიც არაფერს არ აკეთებენ. აი კონკრეტულად მე არაერთხი შენიშვნა მიმიცია პირადად დამირეკია და მithქვია და ამ შემდგომში რო არ ისე არ მოსულიყო და რაღაცა ამოჩემება რო არ ყოფილიყო, ზოგადად ვლაპარაკობ. თუ ადამიანი თავის თავზე ღებულობს შენიშვნას, ესე იგი ეს ადამიანი გამოდის რომ იმსახურებს ამას. აი ხა ფრიდონ ინჯია, მაგალითად რომელსაც საკმაოდ არც თუ ისე მცირე ფინანსური რესურსი გააჩნია, აქვს რაღაცა საკუთარი ბოდიში და ტელეარხი, რომელსაც გაჩერებული აქვს რადიო სიხშირე, არაფრის გამკეთებელია ეს კაცი. ჩამოყალიბდა და რაღაცა გახსოვთ ალბათ დიდი მრგვალი მაგიდა გაკეთდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. იმის მერე რამე გაკეთებულა მოსკოვში შემეკითხდნენ, ეს კაცი თქვენ გეხმარება თუ ეს ფრიდონ ინჯია? მე ვთქვი, თქვენ რატომ მეკითხებით ამას? რამე თქვა ამ კაცმა რომ ვინმეს ეხმარება? მეთქი, მე გამიშდა აზრი რომ ეს კაცი ვინმეს ბოდიში იქ ლაპარაკობს რომ ვიღაცას ვეხმარებიო. ფრიდონ ინჯიას გაკეთებული ერთი საქმე თუ გინახიათ რუსულ-ქართულ ურთიერთობების საქმეში. დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელსაც ერთი ავანტყოფი ადამიანი დაყავს იქ იმ იმაზე და თქვი კიდევაც იქ ქართულ-რუსულ ურთიერთობების იმაზე სემინარებზე თუ კონფერენციებზე და ვინც მის ასაყვანია ის არ დაყავს, ამაზე თქვი კიდევაც. ეს მოსაწონია მეგობრებო.
გეკითხებით მოსაწონია კაცი, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებშია ჩაბმული, ფრიდონ ინჯია, დიმიტრი რორთქიფანიძე. ერთი სიტყვა არ მოუღიათ იმაზე, რომ მაგალითად გულბაათ ცხილაძე უკანონოდ დააპატიმრეს. ბიჭო, ეს ვიკაცავა დღე-დაღამე იქიჯდა იმ კონფერენციებზე, კაც ერთი სიტყვა არ მოუღია, რომ გულბაათ ცხილაძე მაგალითად არის უკანონოდ დაპატიმრებული და იმ დღეს ერთ-ერთ პიროვნებას ტარს უკრავდა, მე რომ ლანძღავდა. შედავლოცვილო, იქ თუ პოზიციას ავლენ, რომ ჩემს სალაძღავ პოზზე პოზიციას გამოხატავ, ერთხელ Facebook-ზე ერთი სტროფი დაგეწერა გულბაათ ცხილაძესთან დაკავშირებით, ხო? ხო და აქედან გამომდინარე, მე როდესაც საქართველოში ვიყავი, არც ერთ პარტიაში არ ყოფილი ვარ, არც ერთ გაერთიანებაში არ ყოფილი ვარ, იმიტომ ვიცოდი, რომ აი ესეთი ბინძური, ამორალური და გამყიდველი ხალხი იყო. მე არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ მე ახლა რაღაცა ფრთიანი ანგელოზი ვარ და მარტო მევაკეთებ საქმეს. მე არ ვარ ასეთი, მე ყოველთვის ჩემ გამოსვლებში მხარს უჭერდი და ვამბობდი ადამიანების ღვაწლზე, რომლებსაც რაღაცა გაუკეთებიათ და ბევრი რამე გაუკეთებიათ. მე არაერთხელ მithქვია მაგალითად თემურ ფიფიას, რომელსაც ბევრი გაუკეთებია ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, გულბაათ ცხილაძეზე ვამბობდი არაერთხელ, ვალერი კვარაცხელიას ხშირად ვახსენებ. ამიტომ იმ ტვინგაყინულ მოჟურნულასტო ადამიანებს, რომლებიც დღეს ლაპარაკობენ, რომ თითქოს მე ვიძახი, რომ მე ვარ, მარტო მე ვარ, მე არასდროს არ ვიძახი, რომ მარტო მე ვარ. შეხვედრებზეც რო დავდივარ და რომ ეკითხებიან, აი ვინ აქტიურობსო, იმაზე ვლაპარაკობ, რომ მამუკა კარტოზია, რომელსაც წიგნი აქვს გამოსაცემი ვორონცოვზე ვერ გამოუწია და უამრავი მონოგრაფია, უამრავი პუბლიკაცია აქვს გაკეთებული, ვამბობ მამუკა კარტოზიას როლზე, ვლაპარაკობ ესე იგი ვალერი კვარაცხელიაზე, თემურ ფიფიაზე, მიხეილ ჟღენძე. მე მიხეილ ჟღენძს წინა გამოსვლაში ვახსენე ის, რომ როდესაც შენ აი უნამუსო ადამიანო შენ გამოდიხარ და საქართველოში რუსოფობია და ბიტავოი ურამზე არისო და ანუ საოჯახო და რა ესე იგი თუნდაც ყოფით იმაზე ყოფილა ეს რუსოფობია და შენი პარტიის ლიდერს ფიზიკურად უსწორდებიან იმის გამო რომ ის პოლიტიკურ მოღვაწეობას ახორციელებს აი როგორ არ აქცხვენია შენ რა როგორ არ აქცხვენია და მე ერთი ისიც მაინტერესებს აი ერთი დღით რომ ჩამოირბენ და ღამით რო გაიქცევი და ქუჩაში რო ვერ გამოდიხარ თბილისის ქუჩებში რატო ვერ გადიხარ ერთი კვირა 1-2-3 დღეც რო გადაბმულად არ გიაქტიურია საქართველოში შენ რა საქართველოს პარტიის ისახარ რომელი ქართული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხარ ერთი გეკითხებით მე ამ კაცს არ უნდა ამაზე ინფორმაციის გავრცელება და მე მელაპარაკა და ვერ ეხა თუ მას რა ვიცი მე ნუ ეხა მაგასაც იტყვის რომ ეს არ ყოფილაო არ ვიცი მაგრამ ამასაც იმიტომ ვიძახი მეგობრებო რომ აი ამ მამუკა ფიფიას ხე წარმოგიდგენო თავისი პარტიის ლიდერს თავს ესხმიან და ეს მან კარგად იცის და გამოდის და ყოფით ნიადაგზეა რუსოფობია მარტო. კაც მე ამას ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ ამ ვაჟბატონზე და ეხა ვიღაცა იტყვის რომ აი თვითონ არაფერსა თვითონ რა უნდა თქვას მეგობრებო. თვითონ ვიღაცა ხელის ბიჭების სახით მებძვის. მებძვის აქ იქ რუსეთში ყველგან და კაც მეტყველების უნარი არ აქვს. გინახიათ მაგის გამოსვლა თქვენ ქართულ ენაზე რომ რამე დალაგებულად ელაპარაკოს ტანჯულობდი რომ მისი გამოსვლები მე დამემონტაჟებინა ისე როგორც საჭირო იყო. მე გეკითხები თქვენ ამის მერე რაც მე მას უამრავი სიკეთე გაუკეთე რაც მე მას პიარი გაუკეთე რაც მე წლების განმავლობაში მამუკა ფიფიას ხარდაჭერა გაუკეთე კაცი მეუნებოდა იქ რო შენიშნებს აზაკაზებენო და კაცი გამოდის და დედის მისამართით იქინება. ქართველი კაცი დედის გინებას როგორ სხვანაირად იმაშვებოდა კარგად იცით თქვენ. ეს კაცი ერთი დღით ადრე სანამ მე დამირეკავდა გამოვიდა სალავიო ლაივზე და თქვა რომ მეო განცხადება შემაქო იმ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში მონაწილე ადამიანების წინააღმდეგო რომლებიცო ბულინგს ახორციელებენ ჩემ წინააღმდეგო და თვითონ ბულინგი კი არა მაგინამ ლანძღა დამემუქრა და ვინც ამას ვერ ხედავთ, ვინც ამის გაგონება არ გინდათ, თქვენ შემოგზავნილები ხართ, თქვენ აგენტები ხართ, თქვენ ხართ გამყიდველები, იმიტომ რომ ახლა მე ბოდიში თეთრი რო არის, იმაზე რო იტყვი შავს, აი რაღაცზე გელაპარაკოთ, გეკითხებით მე თქვენ.
Რაღაცა გელაპარაკო, დღეს საქართველოს ჯარი ყველაფერი კონტროლირებული. ხელისუფლება ჯიბეში უდებს, ოპოზიცია ხელისუფლება ჯიბეში უდებს ტელევიზია და ეს ქართულ-რუსული ფლანგის ჩადებაც ჩაიდო ჯიბეში, აი ესეთი ბოდიში და მოკრიმინალო ხალხის მიერ, რომლის საშუალებითაც ანადგურებს ამ ფლანგს და უნდა რომ აი ეს კარიკატურული ფიგურა იყოს. კაცი მე პატა აბულაძეს იმიტომაც მოუწონე ის გამოსვლა რომ Facebook-ი რო გამოირთვოსო, მამუკაფიფი არ იარსებებს, იმიტომ რომ კაცი არის ვირტუალური პიროვნება. რეალურად არაფრის გამკეთებელი და ვეკითხები ამ ხალხს, რომლებიც ასე ხედაღამე ჯერ როგორი ამაზრზენია. ესე იგი 1-2 პერსონა გამოვიდა, გუშინ ერთი ძახდა, მეორე დღეს მეორეს ისა იმაზე წუწუნებენ მთავრობას ისაო, რა ქვია, რაღაცა მთავრობამ გადაგვაგდო, მეო რაღაცა იქით აქითო. ესე იგი გამოდის რაღაცა რომ ერთ დღეს რომ ალბათ რომ რაღაცა ადამიანი ფინანსებს შეგიწყვიტავს, ერთ აზზე ხარ, მეორე დღეს ფინანსებს რომ გაგიახლებს, მეორე აზზე ხარ. აი შენ თუ მართლა ნამუსი გაქვს შენა. ბიჭო, კაც რომელსაც ბოდიში მოკლით ემუქრებიან, აბა ეს რა არის კაც ეუნები რომ მეო შენაი ადამიანებსო მიმყავდა სასაფლაოზე იმამშვებიო და მე მოდიო და შემხვდო. ესე იგი კაცი მემუქრება სიცოცხლის მოსპობით. ამაზე რეაგირებას არ ახდენ და ამბობ რომ მე თურმე ვესხმი, მე ვესხმი კაცო მამუკაფიფიას. მე ვინმე მამიგზავნა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში საუბარი, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბარი? თუ პოლიტიკაში ხარ, ბიზიკო კრიტიკაც უნდა აიტანო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კაცი არის და ბევრი ადამიანები მომართული, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები პირიქით მოსპონ და გაანადგურონ. ეხლა აი ფრიდონ ინჟია ბოდიში ჩამოყალიბებული პუჩისტი კაცი, რომელიც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა და დაამონტაჟა ანძა იქ იმაში, რა ქვია, თაწმინდაზე, ხელისუფლების ჩამოგდებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა, კაცი, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არაფერი არ გაუკეთებია, კაცი, რომელიც ბოდიში და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პიარით არის დაკავებული, რომ აი რაღაც ახლა უხუცესთა საბჭო გააკეთა, ვითომ იმ უხუცესობით უნდა რაღაც ისა, არც იქ ვარგოდა პარლამენტში, არც აქ ვარგია და აი ესეთი ხალხი რო ბოდიში გეყოლება ამ ფლანგზე რა არის. იმ დღეს მოვიდა შეკრიბა ხალხი ბრგვალი მაგიდა რო იყო და რო უთხარი რაღაცა საჭიროა ფილმების გაკეთება, საჭიროა ის მეთქი, აი ეს ბოდიალობდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, აი რომ არ არსებობს და ჩიხშია, ამაზე მე დიდი ხანია ვსაუბრობ, იმიტომ რომ არ არსებობს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე მომუშავე ტელევიზია. ერთადერთი ჩვენ ვიყავით სეზონი, ისიც დახურეს. არ არსებობს გაზეთი, არ არის და ამიტომ ეს დასავლელების ისა, რომ რაღაცა რუსული რბილი ძალა, რა რბილი ძალა არსებობს, ეთი გეკითხებით. აი რა რბილია, ახლა პერსონები, რამდენიმე პერსონა ლაპარაკობს ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და ეგ არის და ეგ. რა რბილი ძალა არსებობს, ვინმე რამეს აფინანსებს. რაღაცა ბოდიში კონცერტები გაიმართება და 9 მაისს ყვავილებს რო დადებენ იქა, ეგ არის რბილი ძალა? არ არსებობს მეგობრებო, არავითარი რბილი ძალა არ არსებობს, არც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რაიმე წინსვლა არ არსებობს, რომ იმაზე უარესი სიტუაცია არის ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. სააკაშვილის დროს უფრო მეტად აქტიური იყო ქართულ-რუსული ურთიერთობები, ვიდრე ეხლაც არის, მაგრამ ეს სააკაშვილის დამსახურება კი არ არის, რომ მაშინ პირობები შუნა, მაგრამ უბრალოდ იმის დამსახურება, რომ სააკაშვილი ცდილობდა რუსებთან ურთიერთობების დალაგებას და ეს ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს მოსპოს ეს ფლანგი და ესე იგი ზემოქმედება მოახდინოს ამ ფლანგზე, აი ესეთი ფიფიასნაირი კრიმინალების მეშვეობით. ფიფი არის კრიმინალი, რომელიც მან დაადასტურა და ნებისმიერ პირდაპირ ეთერში დამიჯდეს და გავანადგურებ ერთმნიშვნელოვნად. სადღაცა უთქვია მეო ეს არის მანჩესტერ იუნაიტედი ვარო თუ რაღაცაო და ნიკოლოზ მზავანაძეო სამტრედიაო თუ რაღაცაო. კაც რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე რა, ესე იგი რა მეცინება რა. ეხლა კაცი არის გაყუჩებული, ხმას არ იღებს და ეს მთელმა ქვეყანამ ნახო ის ჩანაწერი რა. და მე ერთ-ერთს მინდა მივმართო ისაო რა ვინ რატო გაურცელეთ ეს ისაო. როგორ რატო გაურცელე, მე გავაფრთხილე კიდევაც რომ იწერებოდა, როგორც კი დამირეკა და შეურაცხყოფების მოყენება დაიწყო, მე უთხარი რომ ეს იწერება მეთქი და მე ამას გამოვაქვეყნებ მეთქი და ეს ჩანაწერში ჩანს, რომ იცოდეთ, თქვენ რა იცით რა, ვინ რა გააფრთხილა და როგორ გააფრთხილა. და აქედან გამომდინარე მე ერთს გეტყვი თქვენ, რომ ძალიან
მე არაფრის არ მეშინია სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშიც კი ვიბრძოდი მის წინააღმდეგ და 15 წელია მე ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობების ფლანგზე ვარ. და მე როდესაც საუბრობდი რომ მაგალითად მოსკოვში მე არც სამსახური მაქვს, არც რაღაცა რეალურად დახმარება არ მაქვს, ეს კი არ წუწუნებ. ეს არის რეალობა, რაც არის მეგობრებო. და ერთი კაცისთვისაც ვერ მიუხედიათ რომ მე რამე ვინმეს ოფიციოზისგან ხელისუფლებაში იმას კი არ ვიტყვი რომ თანამდებობაზე სამსახური მომენტ ერთი კაცისთვის ვერ მიუხედიათ მე ის ჩემი სიტყვების ინტერპრეტაცია სხვანაირად გადა ერთის კაცი ეს არის მე კი არა ეს არის ფიფია ამ კაცისთვის ვერ მიუხედიათ მე კი ის ვთქვი რომ ეს კაცი არის რუსეთის მოქალაქე არის ფაქტობრივად რაღაცა ვიღაცასთან მიერთებული ფაქტია და ამ ერთი კაცისთვის ვერ მიუხედიათ მე კი და ამათმა საქართველოში ხო ჟურნალისტიკა ნოლს ქვემოთ არის და საერთოდ დღას ვერ გამოიტანენ რას ლაპარაკობ. მე ვთქვი რომ ამ ერთი კაცისთვის ვერ მივიხედიათ, თორემ ჩემზე კი არ არის აქ საუბარი. მე პირადად ვთქვი რომ მე მებძვის ეს კაცი და ამ ბრძოლის გამოა რომ მე რუსეთში გარკვეული რაც მინდოდა ის ვერ გავაკეთე მეგობრებო. და ვთქვი კიდევაც რომ თუ ასე გაგრძელდა, ნუ კი ბატონო, მაგასაც ვამბობ რომ რა ვეღარ ვხედავ ას მაშინ ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობების ფლანგზე მუშაობის, იმიტომ რომ ეხა თუ გებძოლენ, თუ არ მოგცეს საშუალება, კაცო, მე ნამდვილად არ მეგონა რომ მოსკოვში რომ ჩავიდოდი წითელ ხალიჩას დამიგებდნენ, მაგრამ არც ის მეგონა მეგობრებო, რომ სიტყვაზე ბრძოლას დამიწყებდნენ. და ამიტომ თქვი ერთი კაცისთვის ვერ მიუხედიათ. მე ეხლა რუსულ ენაზე ვამზადებ მიმართვას, ქართული არ ესმით, რუსულად ვეტყვი და გაიგონ თუ გასაგებია. თუ არა და მე ნუ ნანობენ იმას, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში პრობლემები არის. მე არაერთხელ მithქვია იმ შეხვედრებზე გოსდუმის დეპუტატებისთვისაც და ბევრისთვისაც, რომ თქვენ მე ეჭვი მიჩნდება საფუძვლიანი, რომ თქვენ უფრო ის გაწყობთ, რომ ძაგინონ საქართველოსდან ვიდრე გაქოთ მეთქი და რატო და აბა მე ვთხარი თქვენ არანაირად ხელს არ უწყობთ იმ ხალხს რომლებიც ამ ფლანგზე მუშაობენ და პირიქით ებძვით მეთქი იმიტომ რომ როცა იმ ერთ კაცსაც ვერ აჩერებთ რომელიც ასე მოქმედებს აი რაღაცზე აზრია მე ერთ რამეს ვხედავ კიდე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ ფიფიას გაღმერთება და ჩემზე შემოტევა საფუძვლიან ეჭვებს მიჩენს იმისა რომ ეს კაცი გარკვეულ ძალებთან არის შეკრული და ეს ძალები დამარცხდებიან. ეხლა მე ვფიქრობ კულტურის მინისტრის გადაყენებაში ჩემი აქტიური წვლილი არის, იმიტომ რომ მე ამ ხალხს ჩემი ტელევიზიიდან წვამხელდი და გუშინაც წვამხელდი და დღეს ქართული ოცნების გულხუარი მხარდაჭერები ზეიმობენ ამას. და მალე იზეიმებთ იმასაც რომ ქართულ ოცნებას ჩამოცილდება მარგინალური ძალები. მაგრამ თქვენ ახართ ბოდიში და მოხალატეები, იმიტომ რომ სანამ ადამიანი მაღლა არის ტახს უკრავთ, რომ იდის მერე უკვე ლაპარაკობთ მის ცუცზე. მე ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით არანაირი რაღაცა ისეთი რამის თქმა არ შემიძლია, რაც აქამდე არ მithქვია, რასაც ვფიქრობ იმას ვამბობდი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია თქვა. გამარჯვება იქნება ჩვენ მხარეს. მე რუსეთთან დაკავშირებით პოზიციას არასდროს შევიცვლი, რომ წამოვიდე იქიდან, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია, მაგრამ ნათქვამია, Россию умом не понять, но Россию надо верить.